ნუ თავისთავად ცხადია, ჩვენ დიდი ბოლოდინები ამ კომისიის შექმნის დღიდან არ ქონია და შესაბამისად შედეგებით სახეზეა და ჩვენი მოსახლეობა ყველაზე უკეთ გრძნობს იმას, რომ არანაირი კონკრეტული შედეგი ფასების კლების კუთხით და რაიმე გაუმჯობესების კუთხით და პოზიტიური მოვლენა ნამდვილად არ იყო ამ კომისიის შექმნა. თუმცა მათ იმუშავეს 3 თვის განმავლობაში 100 გვერდიანი დოკუმენტი შექმნეს და ძალიან საინტერესოა რა წერია ამ დოკუმენტში და რაზე არის გათვლილი საერთოდ. ჩემის აზრით პირველი შთაბეჭდილება ოფიციალური დოკუმენტია საკმაოდ, მაგრამ რა გითხრათ ამ და ნუ კომისიის მუშაობის პრინციპსაც და მიდგომებსაც საკმაოდ კრიტიკული თვალით უყურებ პირადად მე ის თუ როგორი სახით, როგორი ტონით ესაუბრებოდნენ ბიზნესის წარმომადგენლებს, რატომღაც გონიათ პარლამენტის წევრებს, რომ ისინი რამენაირად აღემატებიან ბიზნესის წარმომადგენლებს, არა და პირიქით არის ეს ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილებს, ბიზნესი ქმნის მატერიალურ დოვლას ქვეყანაში და შესაბამისად უფრო მეტად მოფრთხილება ჭირდება ბიზნეს სექტორს, უფრო მეტად. მაგრამ ფასები მართლაც ძალიან მაღალია ქვეყანაში, თქვენ თავადაც ხედავთ ბიზნესის მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულება წლების განმავლობაში, ზუსტად და ჩვენი ადგილობრივი წარმოების არასათანადოდ განვითარება და გაძლიერება დარგების მიხედვით არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ესეთი მაღალი ფასები. ის რაზეც პარლამენტი უნდა ზრუნავდეს და მსჯელობდეს და მუშაობდეს, არის ის, რომ შეიქმნას ქვეყანაში ჯანსაღი ეკონომიკური გარემო, ჯანსაღი სამართლებრივი გარემო და პოლიტიკური გარემო, შემოვიდეს ქვეყანაში ინვესტიციები და დარგები გახდეს მიმზიდველი იმისათვის, რომ მოხდეს როგორც შიდა ინვესტიციები, ასევე უცხოური პირდაპირ ინვესტიციები. ამის შემდგომ, რა თქმა უნდა, მოხდება ჭარბი პროდუქციის შექმნა და საკმაო რაოდენობის პროდუქციის შექმნა იმისათვის, რომ ამ დიდი რაოდენობის პროდუქციამ შექმნას ქვეყნის შიგნით ისეთი სიტუაცია, როდესაც მოთხოვნა მიწოდების ბალანსი იქნება იმისკენ მიმართული, რომ ფასები დასტაბილურდეს და არ იყოს დაუშვათ დამოკიდებული ქვეყანა იმპორტზე. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე იმპორტ დამოკიდებული ქვეყანაა რეგიონში. შეიძლება ხელისუფლებამ გააკეთოს ამისთვის. ამისთვის ხელისუფლებას ჰქონდა 14 წელი და უნდა გაეკეთებინა ძალიან ბევრი რაღაცა. ეხლა ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ის, რომ არაკომპეტენტური ხალხი უნდა გაეცალოს ხელისუფლების სადავეებს და უნდა მოვიდეს ჯანსაღი პოლიტიკური ძალები იმისათვის, რომ გააკეთდეს ძალიან ბევრი რეფორმა. რომ ამას არ გააკეთებენ ბატონ ვახტანგ. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ სწორედ ხელისუფლებაში დარჩენის ვადა გაიხანგრძლივო და ქმნიან ამიტომ ახალი ტიპის რაღაც სანახაობებს, რომ მოსახლეობის თავზე და ჩვენს მოლოდინებში ახალი თარიღები დაკიდონ და შექმნან ილუზია, რომ აი მუშაობენ, აი ახლა ფასების დაწევაზე მუშაობენ, მერე რაღაც სამართლიანობის აღდგენაზე მუშაობენ, მერე რაღაც ახალ სანახაობებს იგონებენ იმისთვის, რომ არ ვილაპარაკოთ სწორედ ფასებზე, იმ სერიოზულ პრობლემებზე, რომელიც ახლაც კონკრეტულად თბილისის და მათ შორის ბათუმის ქუჩებში ხდება. კი ბატონო, თქვენ კარგად აღნიშნეთ, სანახაობაა მართლაც ეს პროცესი და სანახაობა ზოგადად პოლიტიკაში ეს არ არის ახალი გამოგონილი ტერმინი, თუმცა სანახაობას პური უნდა მოყვებოდეს და ეს პური უნდა იყოს ხელმისაწვდომი. მარტო სანახაობა ამ შემთხვევაში არ კმარა, თან არც ისეთი ხარისხის სანახაობა ეს არ არის, რომლითაც ძალიან ბევრ ადამიანს დააჯერებენ თავიანთ დაუშვათ ზრუნველობაში, რომ ნამდვილად ქვეყნისთვის გული შესტკივა. მე ვფიქრობ, ეს იყო ძალიან მოკლე ვადაზე გათვლილი, გარკვეული, ასე ვთქვათ, PR აქცია, რომელიც არ დასრულდა ისეთი კარგი შედეგით, როგორც თვითონ ჰქონდათ ჩაფიქრებული. ეს პირდაპირ დასანახია ჩვენი მოსახლეობისთვის, თვითონ ჩვენთაგანი მიდის ამ პროდუქციის შესაძენად და ის შემოსავლები, რომელიც არ გაზდია ჩვენ მოსახლეობას, არ ყოფნის იმ პროდუქტების შესაძენად, რომელი პროდუქტებიც, რა თქმა უნდა, გაზრდილი ფასით დახვდა ყოველდღიურ რეჟიმში და ახლა ამას ვერ დამალავენ, რა თქმა უნდა და მხოლოდ სანახაობით ვერ გადაფარავენ ვერანაირად. ბატონ ვახტანგ, ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ბრძანებით. როგორ შეაფასებთ იმ პროტესტს, რაც მარნეულში ხდება, იქ სწორედ ბოსტნეულის ექსპორტთან დაკავშირებული ხმაური ვიხილეთ ჩვენ ამ რამდენიმე დღის წინ, ადგილობრივი პროდუქცია ვერ იყიდება, იმიტომ რომ ექსპორტირებული პროდუქცია გაცილებით უფრო იაფია და შესაბამისად ხარისხიანი პროდუქცია რჩება გაუყიდავი ადგილობრივ გლეხებს. კი ბატონო, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა და მე ვფიქრობ, რომ ადგილობრივი ფერმერების გულის წყრომა და მათი პროტესტი
საავსებით საფუძვლიანი და სამართლიანია. აქ აღსანიშნავია ის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ ესე იგი იმპორტირებული პროდუქცია ხდება იმპორტის წესების დარღვევით. არის ინფორმაცია, რომ საინვესტიციო ფასები აქვს დამახინჯებული მათ ვისაც შემოგვთ ეს პროდუქცია და გარკვეული კორუფციის ნიშნებიც იკვეთება აქ. ასევე მნიშვნელოვანია. არის საუბარი უფრო რომ დავა კონკრეტულად საუბარი არის იმაზე, რომ საბაზრო ფასი რაც არის, როდესაც საბაჟოზე შემოდის პროდუქცია, არსებული საბაზრო ფასის აი აქ შეიძლება კარტელური გარიგებები ვეწებოთ? ნუ შეიძლება უფრო კორუფციული ინტერესი იყოს, ვიდრე კარტელული გარიგებები. ეს არ არის იმ მასშტაბების პროდუქცია და ისეთი ფინანსურად მიმზიდველი, რომ ამაზე კარტელი ჩამოყალიბდეს და რაღაც გარკვეულ მაღალ ეშელონებს ჰქონდეთ ამის ინტერესი, უფრო რაღაცა საბაჟო კუთხით და ისეთ სტრუქტურებში, რომელიც უშუალოდ წვეთს ამ პროდუქციებს გადმოკვეთოს თუ არა საქართველოს საზღვარი და შესაბამისად ხდება ამ ფასების დამახინჯება, ხდება წონებით манипуლირება და შესაბამისად ფასი უჯდება ძალიან დაბალი. იმისათვის რომ იმპორტულმა პროდუქციამ საქართველოს საზღვარი გადმოკვეთოს, მათ უნდა გადაიხადონ შესაბამისი გადასახადი, რომ თანაბარ კონკურენციაში მოიქცენ ქვეყნის შიგნით არსებულ ფერმერებთან და ამ შემთხვევაში ჩვენი ფერმერები ექცევიან გარკვეული წნეხის ქვეშ, იაფიანი პროდუქცია შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე და ხშირ შემთხვევაში უხარისხო. აქ აღსანიშნავია ის ფაქტორი, რომ აზერბაიჯანში პროდუქციის მოყვანა ფერმერს უჯდება გაცილებით დაბალი ფასი, მათთან საწვავი, იაფია, სარწყავი წყალი თითქმის უფასოა, ელექტროენერგია ძალიან დაბალი ფასია, მუშახელი, იაფია მათ არ აწუხებთ მიგრაციის პრობლემა და ჩვენთან ეს ყველა ფაქტორი აწვება ფერმერის, ასე ვთქვათ, და ფას წარმოქმნის პირობებს და აქედან გამომდინარე ჩვენი ფერმერები არიან აღმოჩენილი ძალიან ცუდ პირობებში, ეს წლების განმავლობაში გრძელდება. შარშან იყო მაგალითად ხახვის მაგალითი ანალოგიურად იგივე ლოკაციაზე და ეს შეიძლება სხვადასხვა ასე ვთქვათ მიმართულებებით და მასშტაბებით სხვადასხვა პოზიციებზე ვიხილოთ ჩვენ და ამიტომ ზუსტად სახელმწიფოებრივი ასე ვთქვათ მიდგომები არ არის სახელმწიფოებრივი პოლიტიკა აქციზის დაწევასთან დაკავშირებითაც ვისაუბროთ თუ შეიძლება იმიტომ რომ მათ შორის ეგრეთ წოდებული კომისიის მსვლელობის პროცესში ჩვენ ბიზნესისგან მოვისმინეთ არაერთი სურვილი რომ აქციზი უნდა დაიწიოს იქ რიტეილში ფასის გადახდა. მოკლედ არის ბევრი ისეთი ტექნიკური დეტალი, რომელიც შეიძლება არაეკონომიკური ყურისთვის რთული აღსაქმელი იყოს, მაგრამ პოპულარულ ენაზე როგორ შეიძლება ავუხსნათ მოსახლეობას, რატომ არის მაღალი ფასები და რა შეიძლება ამ შემთხვევაში გააკეთოს ივანიშვილის ხელისუფლება. დიახ, ჩვენ კომისიაზეც ვიხილეთ ესეთი შეკითხვები და მოთხოვნები ბიზნესის მხრიდან, როდესაც დაუშვათ პარლამენტის წევრები, კომისიის წევრები უყენებდნენ გარკვეულ მოთხოვნებს და რაღაც პრეტენზიებს ბიზნესის წარმომადგენლებს, მხოლოდ ერთხელ თქვა ბიზნესის წარმომადგენლებმა მე რაც უყურე, რომ აი დღეგეზე ქონდა საუბარი, თქვა კვერცხის და ქათმის წარმოებლებს და აბა ეგეთი რაღაც არ გაგვაგონოთო მეორეთო ჩვენ, ანუ მათი მხრიდან ძალიან ხისტი პოზიციაა, ანუ ცდილობენ რომ შეინარჩუნონ ყველანაირად სტატუს-კვო და არანაირ საგადასახადო შეღავაზე საუბარიც არ სურთ. და თხოვლობენ მხოლოდ ბიზნესიდან იმას, რომ მათ გარკვეულწილად თავის მოგების მარჟის ხარჯზე ან რაღაცა სასწაული უნდა მოახდინოს ბიზნესმა, რომ ყველა აბსოლუტურად ფაქტორი მოქმედებს იმისთვის, რომ ფასები ზემოთ წავიდეს, მათ შორის მაღალი ინფლაცია, რომელიც არის პირდაპირ ეროვნული ბანკის პრეროგატივა და არავინ არ მოусმინა არც ეროვნულ ბანკს იმ კომისიაზე, როგორ შეიძლება ფასებზე იყოს საუბარი და მთავარი აქტორი რაც არის ეკონომიკაში, ეს კიდევ მეორე საკითხია და ასევე არ დაიბარეს თვითონ მთავარი სტრუქტურა, რომელიც საქართველოში უნდა არეგულირებდეს კონკურენციის სააგენტო ყავს მხედველობაში, მათ პირდაპირ ავალია და ამისთვის საკმაოდ დიდ თანხებს იღებენ ქვეყნის ბიუჯეტიდან, რომ კონკურენცია, ჯანსაღი კონკურენცია იყოს ქვეყანაში და პირდაპირი მოვალეობა კონკურენციის სააგენტოს, რომ გადაამოწმოს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოვიდეს იმაზე დაბალფასად პროდუქცია, რომელიც ჩვენს ფერმერს უჯდება წარმოება და აქედან გამომდინარე ზუსტად ის პროტესტიც რაც იყო მარნეულში და კიდე სხვადასხვა მიმართულებებით პარადოქსულია, რომ ჩვენ გვიხდება საუბარი იმაზე, რომ ფასები რატო ამაღალი და კიდე მეორე მხრივ იმაზე საუბარი, რომ იაფი იმპორტი რატო შემოდის. ანუ აქ საკმაოდ კარგად არის სამუშაო და ოქროს შუალედი არის მოსანახი, რომ
არც ადგილობრივი წარმოება დაზიანდეს და გაძლიერდეს ადგილობრივი წარმოება და არც ჩვენმა მოსახლეობამ ზედმეტი თანხები არ იხადოს გაძვირებულ პროდუქციაში. ორი მიმართულებით აქვს პარლამენტს ამუშაო ის რომ ერთი რომ მოსახლეობის ყიდველუნარიანობა გაიზარდოს და ქვეყანაში დასაქმება იყოს ისეთი ღირსეული და სათანადო და ანაზღაურება რა თქმა უნდა ამ დასაქმების რომ ესეთ მკივნეულად არ იგრძნოს ჩვენმა მოსახლეობამ ფასების ზრდა და მეორე მიმართულება ის რომ ადგილობრივი წარმოება გაძლიერდეს დარგების მიხედვით და ჩვენ შევძლოთ ისეთი იმდენი პროდუქციის წარმოება რომ ფასებმა ესე მყისიერად არ მოიმატოს და პირიქით საექსპორტო პოტენციალი აქვს ჩვენ ქვეყანას ხილისა და ბოსტნეულის კუთხით ვიტყვი ამ შემთხვევაში ძალიან დიდი და ჩვენთან შესაძლებელია არა მარტო ჩვენი ქვეყნის თვითკმარობის და სასურსათო უსაფრთხოების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორების უზრუნველყოფა, არამედ მთელი რიგი მიმართულებებით ექსპორტის გაორმაგება და გასამაგება არის შესაძლებელი. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო ვახტანგ, მე კიდევ ერთხელ სხვა დროსაც გეპატიჟებით ჩვენთან სტუდიაში, რომ გავარკვიოთ სინამდვილეში რა საფრთხეებს შეიცავს ქართული ოცნების ეკონომიკური პოლიტიკა და სად შეიძლება აქ არა მხოლოდ ფასების დასტაბილურება, არამედ იმ სოციალური სიამოვნების და უთანხმოების პრობლემების აღკვეთა. თავარი საფრთხეები რაც არის, ისი აღნიშვნაც მინდოდა არის ის, რომ კორუფცია არის ძალიან მაღალ დონეზე, მათ არ აქვთ მიდგომა სახელმწიფოებრივი და სახელმწიფო ინსტიტუციები არ მუშაობს სათანადო დონეზე შესაბამისად, თორე აქამდე ნამდვილად არ მივიდოდა საქმე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. სოსო ბეჟიტაშვილი, ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე.